თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. პანთეონში დაკრძალვას და სიცოცხლეშივე უგდაყოფის ისტერია, როგორც ჩანს, კვლავ აქტუალური არის და კიდევ კაიხანი იქნება აქტუალური საქართველოში. გენიალური ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აღაშფოთა ერი. როგორ მთაწმინდაზე არ უნდა დაიგრძალოს, რას ქვია თვითონ რა დაიბარა, მაგას ვინ კითხავსო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. დიდი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გადაწყვეტილებამ, რომელმაც არის სულ არანაირი პანთეონი 4-5 წლის წინანდელი ისტერიკა გამახსენა. ელიას მთაზე ახალი პანთეონის მოწყობას რომ აპროტესტებდნენ პოტენციურად იქ დასასაფლავებელი პატივცემული გვამნი. ერთმა მსახიობმა ქალბატონმა კი პირდაპირ თქვა, არ მინდა იქ დასაფლავება. ელიას მთას შორს არის და ვერ ვიჯაღჯაღებო. ერთმა მწერალმა კაცმა კი დიდუბე გავაფართოოთო. არის საშუალება, რაცხა სპორტული მოედანი როა სასაფლაოს უკან ის მივაერთოთო. მეც ვერ დასაფლავდები იქ, არ მომწონს ელიას მთაო. გესმით ხომ რა დღეში ვართ ქართველი ერი. აი ამ ფონზე კი მართლაც გენიოსმა გურამ დოჩანაშვილმა სიკვდილის შემდეგაც დაგვცინა და კარგი შტუკა ჩაგვიტარა. რამდენიმე წლის წინ როგორც კი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების ამბავი გამოქვეყნდა, იქვე როგორც ბევრი თქვენგანი მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი სამუდამო განსასვენებელი მთაწმინდაზე უნდა ყოფილიყო ან დიდუბის საზოგადო პანთეონში. არაერთი ადამიანი აცხადებდა, რომ მთაწმინდაზე გურამ დოჩანაშვილის საფლავი ლიტერატურის ჭეშმარიტ მოყვარულ დამფასებელთა მექად გადაიქცეოდა. არადა გაიგვა, რომ ბატონ გურამს ყველაფერზე წინასწარ უზრუნია და ანდერძად დაუბარებია. საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაეგრძალათ. გენიალური მწერალი არაპრაქტიკული კი გახდათ, მაგრამ იმდენად არა, რომ არ ცოდნოდა გარდაცვალების შემდეგ იგი მთაწმინდის კანდიდატი იყო. გამახსენდა რეზო ჭეიშვილის მიწების განაწილებაც და ისიც, როგორ კარგად ვიცით, რომ მწერალთა ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე და მწერალთა ახლობლების მხრიდან მწერალთა გადაცვალების შემდეგ პანთეონში განსაკუთრებით მთაწმინდას ადგილის მოსოპოვებლად ბრძოლა რა კურიოზულ და იმავდროულად ამაზრდენ სახეს იღებდა და ალბათ აწიც მიიღებს. გურამ დოჩანაშვილმა თავისი ანდერძით დაადასტურა, რომ სულაც არ ეწრაფოდა მისი საფლავის სახით მექა თუ მედინა, ახალი ათინა თუ მეორე იერუსალიმი შექმნილიყო. მას უბრალოდ წყნარად სურდა სამუდამო განსასვენებელი უდრო დაღუპული შვილის გვერდით ქონოდა და სრულებით არ აინტერესებდა ამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდებოდა საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი. სწორედ მან დაწერა ფიროსმანის შესახებ. ეს კაცი მეფე იყო და საკუთარი სამეფო ჰქონდაო. გურამ დოჩანაშვილიც მეფე იყო და მასაც საკუთარი სამეფო ჰქონდა. უნიჭიერესმა სამწუხაროდ უსამართლოდ მივიწყებულმა პოეტმა ალიზა ხაიაურმა ვაჟა-ფშაველას მიუძღვნა სტრიქონები. სადაც შენ დაგასაფლავებთ, ჩვენი მთაწმინდაც იქ არის. სადაც გურამ დოჩანაშვილი განისვენებს, ის ადგილი თავისთავად იქნება პანთეონი, თუნდაც ოფიციალური სტატუსის გარეშე. დოჩანაშვილი ხომ ოფიციოზის მხრიდან აღიარებასა და ჩინმედლებს არასოდეს ეძებდა. გარდა ამისა, ბატონმა გურამმა თავისი ანდერძით იგულისხმა რაღაც, რის შესახებაც თითქოს არაფერი უთქვამს, მაგრამ სწორედ ამ ართქმით გვითხრა, რომ მის სამყაროსთან ზიარებისათვის მის საფლავზე, სადაც არ უნდა იყოს იგი, ექსკურსიების მოწყობა, გატყლარჭულ ბრტყელი ფრაზების, ბრახუინ და სელფების გადაღება კი არა, მისი ნაწარმოებების კითხვაა მთავარი, მისი ნაწარმოებების გააზრებაა საჭირო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.